ჩვენთან ერთად ხართ, უნდა დავიწყოთ დღევანდელი აქციით, უნდა დავიწყოთ ამ ადამიანების სათქმელით, აქცენტებით და პირველ რიგში საინტერესოა რა უკავშირი მიიღო ხელისუფლებამ დღევანდელ დღეს. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან ემოციური დღე იყო, ბუნებრივია, როდესაც ხვდები ამდენ ადამიანს, ხარდამჭერებს, მოქალაქეებს, გულანთებულ ადამიანებს, არის ყოველთვის ძალიან ამაღელვებელი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის კიდევ ერთხელ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმ ძირითადი გზავნილების გაზიარება, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს კურსთან, ჩვენს პოლიტიკურ ხედვასთან და ამ ყველაფერზე გქონდა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად შეკრების ფორმატი, მასშტაბური შეკრების ფორმატი სიღრმისეულად, როგორც ესე არ იძლევა ხოლმე საუბრის საშუალებას, მე მგონია, რომ საკმაოდ სიღრმისეულად გავაცანით ჩვენი გზავნილები ქართულ საზოგადოებას. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველა საგარეო პოლიტიკური თუ საშინაო პოლიტიკური ამოცანის შესრულების და მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა არის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როდესაც გვეუბნებიან, რომ რაღაცის სანაცვლოდ უნდა დათმო დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ რომ ერთგვარი თვითმიზანია არ მიაღწიო იმ მიზნებს, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც ჩვენს გაქვს დასახული. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პრიორიტეტები, იცით ჩვენი საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები და რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ იმას, რაზეც დღეს გქონდა არაერთგზის საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა სწორედ ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და იმ ღირებულებებით, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის. ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც ვფიქრობ, რომ სათანადოდ მივიტანენ ჩვენ კიდევ ერთხელ ქართულ საზოგადოებამდე. იყო ძალიან სერიოზული, ემოციური, ორმხრივი კავშირი, მე ასე მგონია ჩანდა ძალიან კარგად, ძალიან თვალსაჩინო იყო და რა თქმა უნდა ეს ემოციებიც იყო მნიშვნელოვანი. და ასევე ვიტყვი იმას, რაც არაერთხელ თქვით უკვე, ეს იდეა, თვითონ ინიციატივა შეკრების ორგანიზებასთან დაკავშირებით მოდიოდა სწორედ საზოგადოებისგან, ჩვენი მხარდამჭერებისგან, ისინი ითხოვდნენ ასეთი შეკრების ორგანიზებას. ყველასთვის მიუღებელი იყო ის რიტორიკა, რაც უკავშირდებოდა ხალხის სახელით საუბარს. როდესაც პოლიტიკური უმცირესობა, თან გაკოტრებული პოლიტიკური უმცირესობა გესაუბრება ხალხის სახელით, ეს არის უბრალოდ მიუღებელი. დღეს გამოჩნდა ძალიან მკაფიოდ, სად დგას საზოგადოების უმრავლესობა. უშუალოდ ქართული ოცნების მხარდამჭერების რაოდენობა დღეს სოციოლოგიური კვლევების თანახმად არის 60%-ზე მეტი. რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მისი რეიტინგი არის დაახლოებით 10%-მდე ჩამოსული და რაც იყო დღეს სურათი, ზუსტად იმ თანაფარდობას ასახავს, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღევანდელ დღეს ქართულ ოცნებასა და პოლიტიკურ უმცირესობას შორის. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს უნდა ვცეთ პატივი, რა თქმა უნდა, პატივს ვერ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან კონკრეტულ დანაშაულებში მხილებული და ასეთი ადამიანის საკმაოდ მრავლად იყო წარმოდგენილი პოლიტიკური უმცირესობის აქციებზე, მაგრამ რაც შეეხება გულწრფელ მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ყველას ვცემთ პატივს, მაგრამ უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს, როცა კარგად გამოჩნდა თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი ნაწილი, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა. დღევანდელი ასეთი მასშტაბური შეკრება და აი ამ მთავარი გზავნილების ასეთი ხმამაღალი თქმა დედაქალაქის მთავარი გამზირიდან, ხო, ალბათ ადრესატი არ იყო მხოლოდ იქ შეკრებილი საზოგადოება, ადრესატები იყვნენ ოპონენტები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. აი მათთვის რისი დემონსტრირება იყო განსაკუთრებით აქ უცხოელებზე გავაკეთებდი აქციას. რა თქმა უნდა, ამ შეკრებას აკვირდებოდა აბსოლუტურად ყველა, აკვირდებოდნენ როგორც ჩვენი მხარდამჭერები, ასევე პოლიტიკური ოპონენტები, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ გზავნილებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი დღეს გამოსვლებში, რა თქმა უნდა, ადრესატი იყო აბსოლუტურად ყველა. ჩვენ ყველა შესაბამის სუბიექტამდე უნდა მივიტანოთ ჩვენი მთავარი გზავნილი. ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ვიტყვი არის ერთი რამ. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით, სიარული ჩვენი ამოცანების შესრულებისკენ, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობა, ჩვენ გვჭირდება ღირებულებები და ვიტყვი კიდევ ერთხელ იმას, რაც თქვი დღეს შეკრებაზე. ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი.
როცა საუბარია ურთიერთობებზე საქართველოსა და ევროკავშირის შორის, რა თქმა უნდა, აქ ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს საუბარი, ორმხრივ ვალდებულებებზეც უნდა იყოს საუბარი. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც დღეს თქვი, როდესაც შენ ხდები როგორც ქვეყანა ევროკავშირის წევრი, ამით თმობ სუვერენიტეტის საკმაოდ დიდ ნაწილს. ანუ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, თან მათ შორის საკვანძო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ეხება ქვეყნის ბედს, მიიღება უკვე საერთაშორისო დონეზე. ანუ ამ კომპეტენციის დელეგირება ხდება ევროკავშირზე. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ქვეყანა შედის ევროკავშირში, არამედ ევროკავშირიც შედის ქვეყანაში და იმ ოჯახში, რასაც ჩვენი ქვეყანა ქვია. ასე დროს, რა თქმა უნდა, ურთიერთობები მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე შეიძლება იყოს აგებული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ევროკავშირმა ჩვენგან მოითხოვოს დამოუკიდებლობის დათმობა და პრინციპების და ღირებულებების დათმობა. შესაბამისად, აქ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ბოლომდე პრინციპულები და დარწმუნებული ვართ, როგორც გამოვიარეთ ეს რთული რამდენიმე წელიწადი, ხო, გახსოვთ, რომ იყო სერიოზული რყევის მცდელობა, რევოლუციის ორი მცდელობა, მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში 2020 წლიდან მოყოლებული პერიოდზე ვსაუბრობ, ყველაფერი გადავიტანეთ, დავიცავით ჩვენი პრინციპები, დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, დავიცავით ჩვენი ღირებულებები და ბოლოს მართალია მთელი რიგი სირთულეებით, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, საზოგადოებას აქვს ჩვენი დობის საფუძველი და როგორც გვენდნენ, გასული 3 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ქართულ ხალხს მადლობა ამისთვის, ასევე შეუძლიათ ენდონ ქართულ ოცნებას და სწორედ ამ დობის პირობებში, საზოგადოების ხარდაჭერის პირობებში და პრინციპების ერთგულების პირობებში ჩვენ შევძლეთ საბოლოოდ გავხდეთ საკმაოდ მალე ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ბატონო პრემიერო, თქვენ არაერთხელ ახსენეთ დღეს რუსთაველის გამზირზეც და ახლაც ჩვენთან საუბარში სუვერენიტეტი და ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა. როგორ აფასებთ დღევანდელი მოცემულობით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს? რა ეტაპზე ვართ ახლა? ქართულ ოცნებას აქვს გარკვეული გულისწყეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად 2 წლის წინ იყო აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. ახლაც თქვენ მოუწოდეთ ევროკავშირს, რომ წლის ბოლომდე გახსნან მოლაპარაკებები. რა ხდება ამ თვალსაზრისით, როგორია ჩვენი ურთიერთობები და მათ შორის ურთიერთპატივისცემის ნიშნული? 2022 წელმაც გამოაჩინა, რომ ევროკავშირზე არის საკმაოდ სერიოზული ზეწოლა. ევროკავშირი არ არის, ასე ვთქვათ, თვითონ სრულად სუვერენული გადაწყვეტილებების მიღების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირს არაფერს აძლევდა 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება. მაშინ იყო ძიმე კონტექსტი, ევროკავშირი იყო განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ და საბოლოო ჯამში ამან განაპირობა ის, რომ რეალურად ევროკავშირის ინსტიტუტები გამოყენებული იქნა საქართველოში ვითარების არევის მცდელობისთვის და ეს გააკეთა იმან, რასაც ჩვენ უწოდებთ და ვისაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა რისკი უნდა დავწონოთ. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერა ევროკავშირს აქვს სრული ინტერესი საქართველოსთან კონდეს სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და გადაწყვეტილებებიც იყოს მიღებული სწორედ ამ პრინციპის მიხედვით. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქ სადაც უკრაინას და მოლდოვას აქვს მინიჭებული მოლაპარაკებები და საქართველოს არა. ყოველგვარ სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია, ხო? კორუფციის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტების სისუსტე, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით უკუსვლა, სერიოზული პრობლემები აქაც და სერიოზული ეკონომიკური უკუსვლა, ხო? ეს არის ის ყველაფერი, რაც დამახასიათებელია ამ ორი ქვეყნისთვის, თუმცა ფორმალურად ეს ორი ქვეყანა პატარა ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ უსწრებს საქართველოს. ეს არის უსამართლობა და რა თქმა უნდა, ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს და ამ უსამართლობის შეცვლა არის თანაბრად როგორც საქართველოს, ისევე ევროკავშირის ინტერესებში. და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში წელს 2022 წლისგან განსხვავებით ევროკავშირი მოახერხებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანაბრად შედის საქართველოს და ევროკავშირის ინტერესებში და იმედი მაქვს, რომ წელს გაიხსნება მოლაპარაკებები. თვითონ მოლაპარაკების გახსნას ჩვენ ამასაც ვამბობთ, რომ თვითონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც ჰქონდა არსებითად სიმბოლური დატვირთვა. ხო, გახსოვთ, რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად გაიხსნებოდა უამრავი დახმარება, დაფინანსება და ასე შემდეგ, რაც ხო ყველამ დაინახა, რომ აბსოლუტური ტყუილი, ანუ მარტივად ატყუებდნენ საზოგადოებას იმისათვის, რომ ჭარბი ემოციები შეექმნათ, ხო? რაც აღმოჩნდა ტყუილი, დღეს ყველამ დაინახა, რომ ყველაფერი ისევეა, ზუსტად როგორც იყო კანდიდატის სტატუსამდე, უბრალოდ ჩვენ სერიოზული პოლიტიკური
ასე ვთქვათ, გარანტია მივიღეთ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო დღეს არის ოფიციალურად უკვე ევროკავშირის კანდიდატის ქვეყანა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გახსნას კიდევ უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს, ანუ სიმბოლური დატვირთვას ბევრად უფრო ნაკლები აქვს, მაგრამ ეს არის პრინციპის საკითხი. პრინციპის საკითხია ის, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა, როგორც ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე ქართული სახელმწიფოს მიმართ და ასევე კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განავითაროს ეს ქვეყანა ყველა თვალსაზრისით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის თვალსაზრისით და საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არა მარტო უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით. ჩვენ თუ ავიღებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას, საქართველო არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, მათ შორის ეკონომიკის თვალსაზრისითაც. აღარაფერს ვამბობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ იმედს, რომ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, თუ ამ შემთხვევაში უხეშად არ ჩაერევა კიდევ ერთხელ გლობალური ომის პარტია, რა თქმა უნდა, ევროკავშირი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის კიდევ ერთხელ გავიმერებ ევროკავშირის და საქართველოს ინტერესებში თანაბრად. ამ ჩარევის ნიშნები უკვე არსებობს. 2022 წელს მიღებულ სამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თქვენ არაერთხელ გიხსენებიათ მანამდე მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც სწორედ ამ ნეგატიური ფონის შექმნას ემსახურებოდა და ახლაც თითქოს მეორდება ეს სცენარი და ჩვენ გვაქვს ახალი რეზოლუცია, სადაც არანაკლებულ სამართლო ჩანაწერები. ანუ რა გაძლევთ იმედს, რომ მაინც იქ შეიცვლება ძალთა ბალანსი და აი იმ ჯგუფს, რომელსაც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს უწოდებთ, არ ექნება შესაძლებლობა კვლავ მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილებაზე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის ვართ მზად და რაც თავარია, როგორც არ გამოვიდა არავის, არც 2022 წელს, მანამდე 21 წელს რევოლუციის მოწყობა, შემდეგ 2022 წელს რევოლუციის მოწყობა, 23-ში გრძელდებოდა ეს პროცესები, არც ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ გამოვუათ. ამ დისკრედიტირებული ოპოზიციით და NGO-ებით რა თქმა უნდა შეუძლებელია საქართველოში რაიმე რევოლუციის მოწყობა. თავარია რომ ჩვენ ყველა მიმართულებით დავიჭიროთ პრინციპული პოზიცია და ეს ეხება მათ შორის პირველ რიგში რა თქმა უნდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რატომ არის ეს კანონი ასეთი პრინციპული? აქ არ არის საუბარი მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული კანონის მიღებაზე, ხო, რასაც ხაზი გაესვა დღევანდელ შეკრებაზე, საუბარია რაზე? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი ჩვენ ყოველ ჯერზე ვახერხებთ რა თქმა უნდა ამ პრობლემების გადალახვას, ვერ ახერხებენ რევოლუციის მოწყობას, მაგრამ გავიხედოთ უკან და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ თითოეული წელი, რაც გამოვიარეთ, ხო, 2019-იც თუნდაც 19, 20, 21, 22, 23 შეიძლება მუდმივად ასეთ რეჟიმში იყოს ქვეყანა, რომ არ დაასვენონ. თან ვისი ხელით? ნაცმოძრაობა ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა თავის სატელიტი პარტიებით, ეს NGO-ები, მართლა უსამშობლო ხალხი. და ამ ადამიანების ხელით, როცა ვიღაც ცდილობს, რომ არ დაასვენოს ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება და ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება. ჩვენ მიუხედავად მთელი ამ ცდილობებისა, წარმოიდგინეთ, რომ ამ 3 წლის მანძილზე მოახერხეთ ნომინალური ეკონომიკის დოლარში გაორმაგება. რაც არის ძალიან დიდი წინსვლა და არც ერთ კანდიდატ ქვეყანას ამის მიმსგავსებული ეკონომიკის ზრდაც კი არ ქონია. თქვენ წარმოიდგინეთ, რო არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში, ზუსტად იგივე წლებია, რომ არ ყოფილიყო ყოველ წელს ეს რაღაც ქვეყნის მორყევის, რევოლუციის მცდელობა, რა თქმა უნდა, დღეს 30 მილიარდი დოლარის მაგივრად ეკონომიკა გვექნებოდა მინიმუმ 35, შეიძლება 40 მილიარდი დოლარიც. ამ ქვეყანას სჭირდება ერთხელ და სამუდამოდ მოსვენება ამ უსამშობლო ადამიანებისგან. თუ დაფინანსება იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება მაგალითად კიდევ ერთხელ ჩამოთვლი, ხო, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამოდმებულ თავდასხმას, ეკლესიაც არ დაასვენეს. უბრალოდ ჩართეთ მათი ტელევიზიები, რამდენიმე მეგონი საპატრიარქომაც გაავრცელა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ასეულობით სიუჟეტი არის, ნეგატიური სიუჟეტი ამ ტელევიზიებში, ნაცმოძრაობის ტელევიზიებში გავრცელებული მარტო ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ. აი ეს არის ჩვეულებრივად დაფინანსებული ჯაჭვი, რომელიც არის ამოქმედებული ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის, კონკრეტულად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რისთვის აკეთებენ ამას, როგორც კი გამჭვირვალე იქნება დაფინანსება, რა თქმა უნდა, ასე უხეშად ვეღარ შეძლებენ ეს კონკრეტული ადამიანები ვერც ასეთი ქმედებების დაფინანსებას და ვერც შესაბამისი დაფინანსების მიღებას. ამიტომ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ ქვეყანამ, მუდმივი ამ რყევის მცდელობებისგან, მუდმივი ამ ჩაკეტილი წრისგან, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია და სინამდვილეში უნდა ერქვას რადიკალიზაცია, ამისგან რომ დაისვენოს ქვეყანამ, ამისათვის არის აუცილებელი
სწორედ გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღება. თუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ კანონი, გამოდის, რომ შესაბამის სუბიექტებს არ უნდათ რომ დაასვენონ ეს ქვეყანა, რასაც ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი დღევანდელ გამოსვლებში, მათ შორის პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, ამ ქვეყანას სჭირდება წინსვლა, განვითარება და ამას ემსახურება სწორედ კანონი გამჭირვალობის. რა თანხებზეა საუბარი? საინტერესოა ამ თვალსაზრისითაც დაახლოებით რა თანხა იხარჯება წლიურად. ხელისუფლება ხშირად საუბრობს ხოლმე დიდი ოდენობის შავფულზე. შეგიძლიათ მიახლოებით რიცხვები გითხრათ, რა თანხა დაიხარჯა? ნუ თლიანობაში როცა საუბარი გამჭირვალე ფულზე საუბარია $10 მილიონ, რაც არ ვიცით რაზე იხარჯება. ანუ წლის განმავლობაში $10 მილიონ საუბარი. ნუ თლიანობაში არის გარკვეული თანხა, საიდანაც ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა თანხები ხმარდება რევოლუციას, ეკლესიებზე თავდასხმას, ამ რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას და ეს შემდეგ. ანუ ჯამში ყველა შემთხვევაში არის საუბარი $10 მილიონ. რაც შეეხება სხვა მიმართულებით დაფინანსებას, მაგალითად, რომ ავიღოთ ჩვენ უცხოური გრანტები, მოვიკითხეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში. აი რამდენია ჯამში დაახლოებით წლიური ჯამური ოდენობა სოფლის მეურნეობაში ხო მთელი კამპანია აწეული მასთან დაკავშირებით რომ თითქოს აყვავდა გარედან საქართველოს სოფლის მეურნეობა. რო შევადაროთ ეს გრანტი მიმართებაა სოფლის მეურნეობას. მე მეგობრებთ ახლა რაოდენობები რო ავიღოთ ერთი და იგივე ტიპის დახმარებაზე როცა არის საუბარი, რას აკეთებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის, რა თანხები აქვს მას გამოყოფილი ყოველწლიურად, რაც არ ჩანს არავის არ ვამადლით, ხო, არსად არ არის გამოგრული აბრები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული სოფლის მეურნეობის საწარმო თუ რაღაცა ფერმერული მეურნეობა და ამ შემდეგ დაფინანსდა საქართველოს მთავრობის მიერ. მთლიანობაში წელიწადში ასეთი ტიპის ღონისძიებებზე და დახმარებაზე და ბიზნესის ხელშეწყობაზე, ხო, მარტო სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოსგან იხარჯება წელიწადში $330 მილიონი. ეს არის რაც არის ბიუჯეტში ჩადებული და რაც ყოველ წელს იხარჯება ამ წლების განმავლობაში. რომ მოვიკითხეთ ჩვენ უცხოური გრანტების ჯამური მოცულობა არის დაახლოებით მთლიანად $30 მილიონი. ანუ 11-ჯერ ნაკლები ვიდრე გამოყოფს სახელმწიფო. თუმცა ხდება რა? არის დანაწევრებული ეს გრანტები, არის ზოგი $5,000, ზოგი რაღაცა $10,000, ზოგი უფრო ნაკლები და საბოლოო ჯამში ხდება რა, რომ ეს ყველაფერი დიდწილად გამოიყენება რაც მარკეტინგისთვის, PR-ისთვის და საბოლოო ჯამში აქაც კი იკვეთება პოლიტიკური დივიდენდების მიღების ნიშნები. მათ შორის იკვეთება ნიშნები, როდესაც კონკრეტული ფერმერები მაგალითად რომლებიც იღებენ შესაბამის გრანტებს, მაინც და მაინც გამოირჩევიან კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ განსაკუთრებული მომენტებული სიმპათიებით და ამ შემდეგ. ანუ აშკარად იკვეთება გრანტების განაწილების დროს პოლიტიკური მიკერძოება ძალიან ხშირ შემთხვევაში. ანუ მოცულობები რო ვთქვათ კიდევ ერთხელ არის დაახლოებით 11-ჯერ, 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო ხარჯავს ამ მიმართულებით და ნუ აქ დამადლების ხარისხი არის პირიქით იქით 11-ჯერ მეტი. ხო, ამიტომ როცა საუბარია მთლიანობაში ამ $10 მილიონ, ხო, რაც არის ეჭქვეშ, რომ ეს ყველაფერი არ ხმარდება ქვეყნის კეთილდღეობას. თავარი არის გამჭირვალობა. ჩვენ ხარობს არ ვამტკიცებთ, არ ვამბობთ, რომ რაღაც ცუდია, რაღაც კარგია. ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე და საბოლოო ჯამში საზოგადოებამ უნდა ნახოს რაზე, რისთვის, როგორ იხარჯება ეს თანხა. მეტს არაფერს არ ითვალისწინებს გამჭირვალობის შესახებ კანონი, დანარჩენზე ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოება გამოიტანს საკუთარ დასკვნებს. თქვენი საუბრეთ ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პოზიციაც. გარდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებისა, იყო ბოლოს 14 სენატორის წერილი პირადად თქვენს მიმართ, სადაც საუბარი არის ორი სახელმწიფოს ურთიერთობის გადახედვაზე და მათ შორის ფინანსური დახმარების ცვლილებაზე. რას უპასუხებდით, რამდენ პრობლემატურად მიგაჩნიათ ეს საკითხი? თვითონ ფინანსური დახმარების შეჩერება ერთი რო არასწორია, ასეთიანი საუბარი ქართულ საზოგადოებასთან, მაგრამ ეს არის ყველაზე არასწორი მუქარა გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანხების უდიდესი ნაწილი საბოლოო ჯამში ხმარდება იმ ინტერესებს, რომლებიც მეტწილად დაკავშირებული არის სწორედ უცხოურ ძალასთან. ეს თამამად შეიძლება ითქვას. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ეს კონკრეტული საკითხი შანტაჟის საფუძველი. ეკა გიგაურს მოაკლდება თუ არა თანხები მაგალითად და ნილო ლომჯარიას. ამას ქართული საზოგადოება რა თქმა უნდა ვერ იდარდებს, ხო? ეს არ არის ქართული საზოგადოების საინტერესო და არც საქართველოს ხელისუფლებისთვის საინტერესო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
როდესაც საუბარია დაფინანსებასა და დახმარებასა და ეს შემდეგ, ხო? ჩვენ რომ ქონოდა 7 ვითარებაში ქვეყანას ეს რუნის საშუალება და არ ყოფილი იყო ეს მცირე турბულენტობები არც თუ ისე მცირე ამ წლების განმავლობაში მაგალითად საქართველოს ეკონომიკა 30 მილიარდი დოლარის მაგივრად იქნებოდა მინიმუმ 35 მილიარდი დოლარი. ამაზე ეკონომისტებსაც შეგვიძლია დაუსვათ კითხვა, რა გავლენას ახდენს ასეთი ტიპის турბულენტობები ეკონომიკის წინსვლას. ანუ გვექნებოდა პლუს 5 მილიარდი დოლარი ეკონომიკაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად ქვეყანას ექნებოდა პლუს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი. როდესაც ასე დროს ხდება რაღაცა რამდენიმე 10 მილიარდის დამატება, რომელიც არც ვიცით რაზე იხარჯება, ეს უბრალოდ არასწორია. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმერებ. ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, თუ რაიმე ხმარდება კარგ საქმეს, ყველაფრისთვის ვართ ძალიან მადლობელი, თუმცა საზოგადოება უნდა იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე რა თანხები იხარჯება. ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო კამპანიებისთვის. რამდენიმე თვის წინ შედგა მაგალითად ასეთი შეხვედრა კვიპროსში, ცნობილ გეზერაშვილთან, სადაც ის ესაუბრებოდა რამდენიმე მის ნაცნობს და ეს რაღაცა თქვა, რომ მას აქვს დაგეგმილი 45 მილიონი დოლარის მობილიზება საარჩევნოდ, საუბარია ამ საპარლამენტო არჩევნებზე, საიდანაც 15 მილიონ დოლარს აბერებს ის, რომ თავად გამოყოს. 15 მილიონი დოლარის მობილიზების იმედი ჰქონდა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისგან და 15 მილიონ დოლარზე თქვა, რომ ეს არის NGO-ებისთვის გამოყოფილი ფული. საინტერესოა ნახოთ, რომელ 15 მილიონ დოლარზე ქონდა საუბარი გეზერაშვილს. ანუ ეს NGO-ები და პოლიტიკური აქტორები პირდაპირ თანამშრომლობენ იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს? ნუ საბოლოო ჯამში ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რომლებიც არის დაკავშირებული ქვეყნისთვის არასასარგებლო საქმიანობასთან, ხო? დანარჩენი საზოგადოება უნდა ჩაიხედოს. გამჭვირვალე როგორც კი გახდება ეს დაფინანსება, მაგალითად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა ნახოს, რისთვის და რამდენით აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდი მოძრაობა სირცხვილიას, რომელიც სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი. ანუ რატო შეიძლება ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას, ხო? ამას ხო საზოგადოება უნდა დასვას კითხვები, მაგრამ ეს ზოგადი ინფორმაცია, რაც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ სირცხვილიას დაფინანსებასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუ მაგალითად ვინ აფინანსებს სირცხვილიას და რისთვის, ან დროას, ფრანკლინის კლუბს ვინ აფინანსებს და რისთვის და ეს შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი რაც გასაგებია, რომ დისკომფორტს უქმნის კონკრეტულ დონორებს ეს გამჭვირვალობა, მაგრამ გამჭვირვალობა ყოველთვის არის დისკომფორტთან დაკავშირებული, თუმცა ეს დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმისათვის, რომ იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კეთილი უნდა ინებონ და უნდა გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი. გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი. რაც თანდათანობით დგება სამწუხაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ ეს მინიმალური სტანდარტი ევროკავშირს მოსგავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან. და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ სწორედ ამ კლასიკურ ევროპულ სტანდარტს და არა იმას, რასაც გვეუბნება კუბილიუსი თუ შახინი თუ რომელიმე სხვა უცხოელი პოლიტიკოსი. თქვენ გაქვთ მუდმივი საჯარო თუ არასაჯარო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, საგარეო საქმეთა მინისტრი ახლაც ევროკომისიაში მართავს შეხვედრებს. როგორი განცდა გაქვთ? არსებობს რესურსი, რომ ისინი მართლაც შეეგუებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები აი სახელმწიფოს განაცხადს, რომ ასეთი სტანდარტით აპირებს ქვეყანაში მუშაობას თუ კვლავ მოსალოდნელი აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკა გაგრძელდება? ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. ერთი რომ განსხვავებით ჩარშანდელი წლისგან ეს სიტყვა ითქვა დღევანდელ გამოსვლებში, წელს საზოგადოება ვეღარ მოატყუეს. საზოგადოების დიდი ნაწილი მოტყუდა. გაზომილი არ იყო, მაგრამ სავარაუდოდ ნახევარზე მეტი მოსახლეობის შეიძლება იყო მოტყუებული. წელს ეს ვერ მოახერხეს, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა უკვე გათვითცნობიერებულია იმაში, რომ გამჭვირვალობა ეს არის სწორედ ევროპული მოვლენა. და დღეს ქართული საზოგადოება ითხოვს სწორედ გამჭვირვალობას, რაც დადასტურდა მათ შორის დღევანდელ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე, რომელიც გაიმართა რუსთაველის გამზირზე. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ საზოგადოება დღეს არის მყარად გამჭვირვალობის მომხრე. და მეორე, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართლები იმისათვის, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს, გაარღვიოს ეს პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას. იმისათვის რომ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ ერთხელ და სამუდამოდ და არ ვიყოთ მუდმივ ამ ჭიდაობაში, ნაცმოძრაობა, იქ NGO-ები და ასე შემდეგ. ხო ეს არ არის ჯანსაღი მოცემულობა, ხო იმისათვის რომ ეს დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ საბოლოო ჯამში წელში გამართული დემოკრატიული სისტემა, ამისთვის არის საუცილებელი მინიმალური ევროპული გამჭრელობის სტანდარტის დამკვიდრება, რაც აუცილებლად უნდა გაკეთება. სადაც ხარ მართალი, სადაც ხალხი არის შენს მხარეს, იქ ყველა წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, გადაელახება. კუბილიუსების და ასეთი პოლიტიკოსების, არაევროპული პოლიტიკოსების წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, გადაელახება შაჰინი და რიში, ხო, აბსოლუტურად არაამერიკული სტილის პოლიტიკოსების წინააღმდეგობაც აუცილებლად გადაელახება. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე პროგრესულ ადამიანებთან საუბარი. და ჩვენ გვჭირდება თანამედროვე პროგრესული განვითარება ჩვენი ქვეყნის და ამას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს. ვისაუბროთ არგუმენტებზე ამ კანონის მოწინააღმდეგეების ქვეყნის შიგნით. ერთ მხრივ გესმის, რომ ყველასგან ეს კანონი არის რუსული, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და მეორე მხრივ NGO-ების განცხადებაც იყო, რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან ამ რეესტრში, რადგან ეს არის ღირსების შემლახავი რეესტრი, რადგან უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაცია პირდაპირ უდრის სტატუსს აგენტისას. როგორია თქვენი შეფასება ამ თვალსაზრისით და თქვენი პასუხი? ნუ დღეს ალბათ საზოგადოება ისმენდა საკომიტეტო მოსმენას, იმდენი აბსურდი ითქვა დღეს ოპონენტების მხრიდან, უბრალოდ წარმოუდგენელი. თან საინტერესო რა იყო, რომ ყოველ ჯერზე უმრავლესობა, როცა კონკრეტულ საკითხს აყენებდნენ, უმრავლესობა უბრუნებდა კითხვას, აი ეს რო გავიზიაროთ, ხარს დაუჭერ კანონს და ყოველ ჯერზე ამას უარყოფდნენ. აქედან ჩანდა, რომ უხეშად რო ვთქვათ, ისინი იყვნენ შარზე და სინამდვილეში მათ რაც აწუხებთ, ერთადერთი ეს არის სწორედ გამჭრელობა. აქედან ამ საკომიტეტო მოსმენიდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ეს ყველაფერი. მათ სინამდვილეში აწუხებთ გამჭრელობა, აწუხებთ ის, რომ საზოგადოება ბევრ შავ ფულს აღმოაჩენს იმ დაფინანსებაში, რომელიც დღეს მიემართება NGO-ბისკენ. საზოგადოება დაინახავს, რომ თურმე ამ შავი ფულით ფინანსდებოდა რევოლუციები საქართველოში, ეკლესიაზე, თავდასხმები საქართველოში, ინტერვენცია, ნარკოტიკების პროპაგანდა და აღარ ჩამოთვლი ამ ყველაფერს, ხო? ამის ეშინია სინამდვილეში და მეტი არაფერი. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ სტიგმატიზაციას, გამოიყენება ტერმინი, ხო? ნუ შარშან იყო საუბარი უცხოელ აგენტზე, ითქვა, რომ აგენტს აქვს საქართველოში მეტწილად, ასე ვთქვათ, უარყოფითი დატვირთვა, კი ბატონო, ეს გავიზიარეთ და წელს არის მოცემული კანონპროექტში განსხვავებული ტერმინოლოგია, ხო? საუბარია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციაზე. როდესაც ამაზეა საუბარი, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. უცხოური ძალა, ეს არის უბრალოდ ფაქტი, ხო? ანუ საქართველოს როგორც არის უცხოური ძალა ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, იქნება ეს გერმანია, სომხეთი თუ არაბთა გაერთიანებული ემირატები, ასევე არის ნებისმიერი სხვა ქვეყანა უცხოური ძალა საქართველოს. ხო, ეს არის მარტივი მშრალი ფაქტის კონსტატაცია. როცა შენ ფულს ხარჯავს სადღაც, ეს არის რა თქმა უნდა ინტერესების გატარებას მე რაღაც ინტერესი მაქვს, ხო ფულს რაში ვიხდი? რაღაც ინტერესი მაქვს, ეს ინტერესი შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, მაგრამ ეს არის ცალსახად ინტერესი. და ის ორგანიზაცია, რომელიც იღებს ჩემგან თანხებს, ის არის ამ ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. შეიძლება იყოს თანხვედრა უცხოური ძალის ინტერესებსა და საქართველოს ინტერესებს შორის, მაგრამ ეს თავისთავად არნიშნავს იმას, რომ პრიორიტეტულად ეს კონკრეტული დაფინანსება არ არის მიმართული უცხოური ძალის ინტერესების რეალიზებისათვის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ უცბად გადავწყვეტეთ სოფლის მეურნეობის თუნდაც განვითარება რომელიღაც სხვა ქვეყანაში, მაგალითად მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში ან აზერბაიჯანში ან წავიდეთ სადღაც კვიპროსში ვავითარებთ სოფლის მეურნეობას და ეს შემდეგ. ხო წარმოვიდგინოთ თეორიულად, რომ ასეთ გადაწყვეტილება მივიღეთ. რატომ მივდივართ იქ? ჩვენ მოქალაქეებზე ვზრუნავთ, ხო? ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი მისია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვას და საკუთარი მოსახლეობის ინტერესები. მე როცა მივდივარ მაგალითად სომხეთში ან აზერბაიჯანში ან კვიპროსში და იქ სოფლის მეურნეობაში ვიდე ფულს, მე მაქვს იქ პირველ რიგში ჩემი ინტერესი. ჩემი ინტერესის გამო იდება იქ ფული, მათ შორის ეს შეიძლება იყოს საკმაოდ უწყინარი ინტერესი, რომ ჩემი ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდეს იმ მეორე ქვეყანაში, მაგრამ ჩემი უმთავრესი ინტერესი ამ შემთხვევაში არის სწორედ ჩემი ქვეყნის ასე ვთქვათ პოზიციების გატარება სხვა ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ის ადამიანიც რომელიც იღებს უცხო ქვეყანაში ამ თანხას თუნდაც სოფლის მეურნეობის სფეროში რა თქმა უნდა ხდება ლოიალური ჩემს მიმართ ანუ გამოირჩევა ლოიალობის მაღალი ხარისხით ჩემს მიმართ ქართული სახელმწიფოს მიმართ აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფაქტის
კონსტატაცია. ადამიანთა ნაწილის განცხადებები ბოდიში შეგაწყვეტინეთ იყო რომ აი ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობდით მთელი ცხოვრება და ახლა ხელისუფლება ჩვენ სტიგმატიზებას ცდილობს. არის ეს ასე? პირველი რომ როცა კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი ვინც ამას ამბობს, ამას ცალსახად არ ვეთანხმები. იმ კონკრეტულ ადამიანებს მაქვს საუბარი, რომლებიც ზუსტად ამას ამბობენ. ისინი არ მუშაობენ არც ერთ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებისთვის, კონკრეტულად ეს ადამიანები მუშაობენ სწორედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლებიც არ დაასვენეს ჩვენი ქვეყანა მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად არიან რადიკალიზაციაზე, ცდილობენ ამ ეგრეთ წოდებულ პოლარიზაციას. ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას, პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ კონკრეტულად ეს ადამიანები და ცდილობდნენ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას უცხოური ფულით. ამიტომ როცა ეს კონკრეტული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და არ უცხოურ ინტერესებს, ამას რა თქმა უნდა ცალსახად ვერ დავეთანხმები, საუბარი მაქვს ცნობილ მდიდარ NGO-ებს, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად დონორების მიერ აქ NGO-ების დაფინანსებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა დონორი საქართველოში აფინანსებს კონკრეტულ ორგანიზაციას, ამ დონორისთვის პრიორიტეტული ყველა შემთხვევაში არის საკუთარი ინტერესების გატარება. თუ დაემთხვევა ეს ინტერესები საქართველოს ინტერესებს, კი ბატონო, მაგრამ არის არაერთი შემთხვევა, როდესაც არათუ არ ემთხვევა დონორის ინტერესები საქართველოს ინტერესებს, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ საკვანძო ინტერესებსაც კი. ამიტომ ჩვენ არაფერს არ ვზღუდავთ. ერთ-ერთი რასაც ვამბობთ, როცა შემოდის უცხოური გავლენა და უცხოური ინტერესები საქართველოში, ფულის სახით და ნებისმიერ სახელმწიფო შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერ სამეცნიერო ნაშრომში, სადაც შედის ფული, იქ შედის გავლენა და ინტერესები. ეს ისეთი ორჯერორი 4-ია, რომ არ ვიცი ამის ეჭქვეშ დაყენება უბრალოდ შეუძლებელია. ხო, უბრალოდ არ შეიძლება ეს ყველაფერი გახდეს სადაო. ამიტომ ყველა მკეთილი ინებოს და როცა ატარებს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას უნდა შეეგუოს. თუ არ შეეგუება, მოუწევს სათანადო პროპორციული ჯარიმის გადახდა 25,000 ლარი, 20,000 ლარი და ასე შემდეგ. ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. როგორ აფასებთ იმ შეფუთვას, რომელთაც ეს რადიკალური ჯგუფები თავიანთ გზავნილებს აწვდიან საზოგადოებას, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ქვეყანა უნდა გადაარჩინოს რუსეთიზაციისგან და ასევე საინტერესოა ეს საპროტესტო აქციების სტილი, როგორ მოქმედებენ და რა გამოჩნდა ქუჩაში მიმდინარე პროცესში. რეალურად ისინი ყველაფერ ქართულს უწოდებენ რუსულს. გასაგებია რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ამიტომ მარტივია სწორედ სტიგმატიზაცია ამ სიტყვის გამოყენებით, სიტყვა რუსულის გამოყენებით სტიგმატიზაციაზე, როცა საუბრობენ ეს ადამიანები, ეს ხო საერთოდ ხმილის მონგრელია, სტიგმატიზაციაზე გელაპარაკებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს და ეს შემდეგ. მაგიდან ჩანს, რომ ყველაფერი რაც ისინი ამბობენ, სინამდვილეში არის ფარსი, მათი მოგონილია სტიგმატიზაცია, ეს რუსული, პუტინისტური კლანი, ასე შემდეგ. ეს არის თლიანად მათი ხელწერა, ეს არის საბჭოური ხელწერა, რომელიც ახასიათებს სწორედ ამ მდიდარ NGO-ებს პირველ რიგში და არა მარტო მათ დონორებსაც ხშირ შემთხვევაში ახასიათებს ეს ყველაფერი, აღარაფერს ვამბობ რადიკალურ ოპოზიციას. ამიტომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტური ფარსი, რა შუაშია რუსეთი. გიგაური საკუთარ შავფლს თუ გამოაჩენს, ეს რუსეთთან რა კავშირშია? არაფერ კავშირში არ არის, ეს არის კავშირში მხოლოდ ქართული ინტერესების დაცვასთან, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასთან. ისეთ აბსურდზე მიდის საუბარი, არ ვიცი, სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გიგაურის და ლონჯარიას შავი ფულის გამოჩენა რუსეთთან არაფერ კავშირში არ არის. არავითარ კავშირში არ არის. თუ შავფულს გამოაჩენენ ეს ადამიანები, ეს ადგება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ბატონო პრემიერო, გარდა იმისა, რომ საუბარია, რომ ეს კანონი რუსულია, მეორე მესიჯი, რომელიც მოვისმინეთ და რომელიც უკვე დაფუძნებულია იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტარებმა ცოტა ხნის წინ მივიდა, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ახლა თქვენი ოპონენტები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ის რაც ქართული ოცნების მონაპოვარია, ვიზა ლიბერალიზაცია შესაძლოა დადგეს საფრთხის ქვეშ და მოქალაქეებმა უვიზოდ ვეღარ იმოგზავრონ ევროპაში. არის თუ არა ეს საფრთხე სერიოზული და ღირს თუ არა განხილვად? რას ეტყობთ მოქალაქეებს? მე შეგახსენებთ რა ხდებოდა 2022 წელს. მაშინ როგორც კი შევიტანეთ ჩვენ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, დაიწყო რევოლუციური მუხტის შემზადება
მათ შორის გარედან, ამ შიგნიდან და გარედან კოორდინირებულად და ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რაც გამოიყენებოდა მაშინ ამ რევოლუციური მუხტის ასე ვთქვათ მომწიფებისთვის, იყო სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციები. მაშინ 3 სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს, აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუციები, სადაც ითხოვდნენ დამნაშავეების გამოშვებას, ბიძინა ივანიშვილის დასჯას და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დარჩა ფარატინა ქაღალდებად. და ჩვენ გვეუბნებიან ევროპელი აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომ ევროპარლამენტს და ევროპარლამენტარებს საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ ერთადერთი ვინც იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს ევროკავშირში, ეს არის ევროკომისია და ეს არის ევროპული საბჭო. პირდაპირ მაქვს მე თვითონ მოსმენილი უმაღლესი დონის შეხვედრებზე ეს გზავნილი, რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტს, ევროპარლამენტარებს, ევროპარლამენტის რეზოლუციებს, როგორც დარჩა 2022 წელს ფარატინა ქაღალდებად ეს რეზოლუციები და ვერ მოახერხეს მათ შორის ამ ქაღალდების ვერც რევოლუციის ორგანიზებისთვის გამოყენება, ასეთივე ბედი უწერია, რა თქმა უნდა, ამ ახალ ფარატინა ქაღალდს 2024 წელს. საკაც იგივე ხდება. არის ეს თემა ეხლა გააქტიურებული მოლაპარაკებების გახსნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოლაპარაკებების გახსნას არავითარი პრაქტიკული არსებითი დატვირთვა არ აქვს, სიმბოლური დატვირთვაც კი ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე კანდიდატის სტატუსს, თუმცა ცდილობენ მრავალწლიანი პროცესი. კი, რა თქმა უნდა, ნიშნულობა არ აქვს, შეიძლება წელს გაგიხსნან მოლაპარაკებები, ან გაიცად გაგიხსნან მოლაპარაკებები, ეს საერთოდ არ მოქმედებს გაწევრიანების თარიღს, არავითარი ფორმით არ მოქმედებს, კანდიდატის სტატუსიც იგივე იყო და ამაზეც იგივეა, ხო? ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს. ამიტომ ხა ხდება რა, რომ წამოიწყეს ახალი თემა, აბავენ ამ ასე ვთქვათ რევოლუციურ სცენარს მოლაპარაკებების არ გახსნას, უნდათ რომ კონკრეტულ ადამიანებს რომ აჩვენებოდნენ ცოტა ხნით ადრე ან ცოტა ხნით გვიან არ გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ რომ ეს გამოიყენონ ხელვარების გამოწვევისთვის, აქ რევოლუციის მოწყობისთვის და ამას ჩაუფინეს ეს ევროპარლამენტის რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ისევე ჩავარდება ეს სცენარი 2024 წელს, როგორც ჩავარდა 2022 წელს. აქედან გამომდინარე, მე სერიოზულ ყურადღებას ვერ მივაქცევდი ამ რეზოლუციას, მათ შორის არც ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილში, სააკაშვილის გამოშვების ნაწილში და ეს შემდეგ, ხო? არავითარი ფასი რეალურად ამ რეზოლუციას არ აქვს. თუმცა მუხტის შენარჩუნების მცდელობებს ჩვენ მუდმივად ვხედავთ და აი პრაქტიკულად ყოველ დღე, როდესაც იმართება ეს საპროტესტო აქციები, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი პროტესტი უცებ გადაიქცევა ხოლმე პოლიციასთან დაპირისპირების მცდელობად, რაღაცა მუხტის აწევის და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობად. ამ ტექნოლოგიაზე როგორ საუბრობთ, როგორ იმართება ეს პროცესი? ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, პირდაპირ ყველაფერი წერია, ცნობილი აკერმანის სახელმწიფოში. გუშინაც გაათამაშეს ერთ-ერთი სცენა, რომ ვითომ ახალ დაქორწინებული წყვილი მივიდა აქციაზე, მანამდე იყო იქ ტუჩსაცხის წასმა, იქ ყვავილების მიტანა და ეს შემდეგ. ეს ყველაფერი წერია აკერმანის სახელმწიფოში პირდაპირ, შეგიძლიათ აიღოთ უამრავი მაგალითი სხვადასხვა ქვეყნიდან, უკრაინა, მაკედონია და ეს შემდეგ, ყველა ქვეყანაში ამას იყენებენ. სინამდვილეში თავარი მიზანი რა არის, რომ ამ რიტუალებით ხდება პროტესტის ძალადობრივი ბუნების გადაფარვა. ეს გადაფარვის ცდილობაა, თუ საბოლოო ჯამში ამ ძალადობას რა თქმა უნდა ყველა ხედავს, თუმცა აფრიალებენ შემდეგ ამ რიტუალებს სოციმედიაში, ტელევიზიებში და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს იქ არიან მისული არა მოძალადე ადამიანები, არამედ რაღაც გულსრფილი ახალგაზრდები, რომლებიც ხან ტუჩსაცხს ისოვენ, ხან ყვავილები მიაქვთ პოლიციელთან და ხან დროშას გაშლიან და ეს შემდეგ. ყველაფერი ზედმიწევნით წერია აკერმანის სახელმწიფოში, ამით ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. ისეთი რაღაცები აქვს ქართულ საზოგადოებას გამოვლილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხო, გახსოვთ რამდენი სირთულე გამოვიარეთ, შემდეგ ნაცმოძრაობის დროს, იმის შემდეგ პერიოდში 1000 რთული პროცესი იყო. იმდენად გამოცდილია უკვე ქართული საზოგადოება, რომ პომადებით, ყვავილებით, რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი, ასე ვთქვათ, ტრაფარეტული რიტუალებით ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს. ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. გუშინაც ნახეთ, ხო, აი რამდენად უსუსური ძალადობის ცდილობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. მივიდა რაღაც 2-3000 ადამიანი, ნახეს რომ რესურსი არ ჰქონდათ, შემდეგ დაიშალნენ. ხო, რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ, რომ რაიმე თუნდაც ძალადობით მიაღწიონ რაიმე შედეგს.
დღეს არის ოპოზიცია თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული. ის რეიტინგიც არ აქვს, ის რეიტინგიც კი აქვს რადიკალურ ოპოზიციას მთლიანობაში განახევრებული, რაც ჰქონდა თუნდაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს. ამიტომ გამორიცხულია რევოლუცია და ეს პროცესები გამორიცხულია. ამ პროცესში არიან ჩართულები თქვენი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მრავალი წელიან მოძრაობას წარმოადგენენ და არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტი. აი დღევანდელ შეკრებასაც კი მან უწოდა, მინდა ციტატა ვნახო, პუტინისეული ქმედებები, ავტობუსებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები არ არის ნამდვილი საქართველო, თავისუფალი საქართველოს სხვაგვარია. ის ბევრ კრიტიკულ განცხადებას აკეთებს ქართული ოცნების მისამართით. ერთგვარ ორი კითხვა მექნება. სალომე ზურაბიშვილის ქმედებების შეფასება მინდა გთხოვოთ და თუ გამოჩნდებიან სხვა ახალი აქტორები ამ პროცესში არჩევნებამდე. რეალურად იმდენად უჭირთ რესურსების მობილიზება, რომ არ მგონია რაიმე ახალი, ასე ვთქვათ, რესურსი შეიძინონ. რაც სხვა სალომე ზურაბიშვილს ისიც უკვე გაცვეთილი რესურსია. თავიდან როცა პირველად შევიდა ნაცმოძრაობის დღესასრიგში გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, რომ როგორც ნაცმოძრაობის სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, რომ მის ასეთ განცხადებებს რა თქმა უნდა არავითარი ფასი არ აქვს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე იწოდება სამართლებრივად ასეა საქართველოს პრეზიდენტად, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატე, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი, ის პირდაპირ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომლისთვის ზოგადად არ არის სამწუხაროდ ეს ყველაფერი უცხო მოვლენა და უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად იწოდება ეს ადამიანი, რისთვისაც მეც მინდა პირადად ქართულ საზოგადოებას ბოდიში მივუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პირადი საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში. ძალიან სამწუხარო, როდესაც პრეზიდენტად იწოდება სამწუხაროდ მოღალატე, თუმცა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი ვყავდა 9 წლის განმავლობაში, რომ მასთან სალომე ზურაბიშვილის ხალხი, რა თქმა უნდა, არაფერია, ხო, ბუნებრივია სააკაშვილს გულისხმობ. ჩვენ პროცესი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, დაგვირგვინდება ოქტომბერში არჩევნებით, რომელზეც თქვენ ერთგვარი რეფერენდუმიც კი უწოდეთ, რომელიც არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა ხალხმა, ხო? რა ტიპის არჩევანი იქნება ეს? მოდით აი ამ შევაჯამოთ ჩვენიდან, რომ რა არჩევანის წინაშე დადგება საქართველოს მოქალაქე ოქტომბრის ბოლოს. რეალურად ოქტომბერში არჩევანი იქნება უალტერნატივო, ეს სასახად შემიძლია თქვა და მინდა კიდევ ერთხელ გაემერო, რაც თქვი დღევანდელ შეკრებაზე. პასუხისმგებლობა იკისრება თითოეულ ამორჩეულს, თითოეულ მხარდამჭერს და როდესაც საუბარი გვაქვს კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე, ამ პარტიების თითოეულ ამორჩეულს და მხარდამჭერს იკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც იკისრება მათ, ასე ვთქვათ, ცნობილ პოლიტიკოსებს. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმერო ერთი მარტივი რამ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცამ არასწორი შეფასების გამო გააკეთა ეს ყველაფერი არასწორი შეფასებების გამო დაუჭირა მხარი კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ეს შემდეგ, მაგრამ რომ გაემარჯვა 2021 წელს იმ ამორჩეველის არჩევანს, რომელმაც ხმამისა, მაგალითად ნაცმოძრაობას, ხმამისა, ხაზარაძეს, კახარიას, გირჩს, ევრონაცებს და ეს შემდეგ, ხო? მათი არჩევანის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს დღეს იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას უნდა მოუწოდოთ, ყველა ამორჩეველს, თითოეულ ამორჩეველს უნდა მოუწოდოთ საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად გაიაზრონ და მის საფუძველზე გააკეთონ არჩევანი. დღეს ერთადერთი ალტერნატივა არჩევანი, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როდესაც ამორჩეველს არ აქვს ალტერნატივა. დემოკრატიულ სისტემაში ბუნებრივია ჯანსაღ სისტემაში უნდა კონდეს არაერთი ალტერნატივა ამორჩეულს. როგორც ეს ხდებოდა ტრადიციულად მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ხო, არც ერთი პარტიის გამარჯვება არ ნიშნავდა ქვეყნის გაუბედურებას. ჩვენთან ასე არ არის საქმე. ჩვენთან თუ რადიკალური ოპოზიციის ამორჩეველი გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის ძალიან მძიმე უბედურებაში გახვევას. 2021 წელს კიდევ ერთხელ გაიმეორებ. ამათ ამორჩეველს რო გაემარჯვა ნაცმოძრაობის გლელო, გახარია და ეს შემდეგ, ხო, გირჩი და ეს შემდეგ. ჩვენ ვიქნებოდით დღეს უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ საკუთარი პასუხისმგებლობა არჩევნის გაკეთების დროს თითოეულმა ამორჩეველმა მაქსიმალურად უნდა
გაიასროს. რაც შეეხება ოქტომბერში შედეგებს, სავარაუდო შედეგებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული გამარჯვებაში. 60%-ზე მაღალია ბოლო კლევის თანახმად ჩვენი რეიტინგი და მას შემდეგ რაც დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ და ამ კანონპროექტის მას შემდეგ რაც ბოლომდე გავიტანთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს 60%-ზე მაღალი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, როცა საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ მტკიცედ დგავართ სუვერენიტეტის სადარაჯოზე, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო რეიტინგზე. ამიტომ ერთი რომ არჩევანს არ აქვს ალტერნატივა და მეორე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების ძალიან დამაჯერებელ უკვე მე-9 საარჩევნო გამარჯვებაში. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო